ლიდერს არ ნიშნა. ლიდერი თუ შენ ლიდერი ხარ და იყო. და მას გაუხსნა გზა. მაგრამ დანიშნული ხელოვნურად ვავიღე და ლიდერი დავდე, აი ახალგაზრდების ლიდერი შენ. არ გამიგდა სამწუხაროდ ახალგაზრდული პოლიტიკა ესეთი იყო, რაღაც სწორედ გამოიწვია ახალგაზრდების გაუცხოება. რატომ მას მე საერთოდ პარტიას როცა რაღაცნაირი ახალგაზრდული ორგანიზაცია ეგეც არ მომწონს და სულ ვამბობდი რომ არასწორია. ფორმალურად შეიძლება კონდეს, მაგრამ არასწორად რატომ? ახალგაზრდებს მიუხედავად იმისა, არის მრავალი ინტერესები. განსაკუთრებით და ნუ ეხა ახალგაზრდებს აქვთ გარდა ინტერესებისა ბუნებრივი მიდრეკილება რა რო ხა რაღაც ჩვენ ვართ ერთი ჯგუფი რაღაცა ინტერესები გვაქვს. იმათ რაღაცა ჯგუფი რაღაც ინტერესები. ამათ რო ეხა ერთქვაფში ჩაყაროს ყველაფერი არასწორია რა. არასწორია ხა. თქვენ რაღაცა საერთო ინტერესები გაქვთ, კი ეს ინტერესები ემთხვევა. ეხა მაგალითად რო ვიხსენებ იგივე 2001 წელს ხო? თავისუფლების ინსტიტუტი ხა. მე 1000 ბითები და სისულელები იქნება ხოლმე თავისუფლების ინსტიტუტი. მართავს რაღაც მეგატრონ კომპიუტერი დგას ლევანაბიშვილია შეერთებული და მე იქ სააკაცა სისულელებთან. შეიძლება ჩვენ ვყავით ახალგაზრდების ჯგუფი, კარგად ორგანიზებული, ჯგუფი, რომელსაც გვაერთიანებდა კონკრეტული ღირებულებები და ვცდილობდით ყველა პოლიტიკოსი გამოგვეყენებინა იმისათვის, რომ ჩვენი იდეები მისთვის გავხდარიყო მისი იდეები და ამ იდეების რეალიზაციაში დაგვეჭირა მოთხარი. შესაბამისად, როცა იყო თანხმობა და ძირითადად ეხა აღორძინებასთან არაერთი თანხმობა ჩვენს იდეებს და ღირებულებებს ვერ ეკნებოდა. ხო, ბუნებრივია. და აქედან ბუნებრივად წარმოიქმნა ჩვენი პარტნიორობა მიშა სააკაშვილთან, ასევე პარტნიორული დამოკიდებულება იყო მე ვთქვა ჟვანიას პარტიასთან, მაგრამ ღირებულებათა სისტემით ეს პარტია უფრო და ეს ლიდერი უფრო ჩვენთან ახლოს იყო. ეგ ორმხრივი მოქმედება. თქვენ რა გონიათ რომ იქ ყველაფერს ისე აკეთებდა ნაციონალური მაშინდელი ნაციონალური მოძრაობა, როგორც ჩვენ გვინდოდა, ან ისინი რომ რამეს გვეტყოდნენ, ჩვენ თუ არ გვინდოდა, იმათაც გავითვალისწინებდით? არა, ვაფშე მე თვითონ ყოფილა კამაცი, სადაც რაღაცა პარტია ესე მოდის, არა, ჩვენ იგივე ეხა რაღაცა იქ ფუნდამენტალიზმზე ყოჭის გაგორება, რაც პარტიულ კონიუნქტურას ხშირად ახასიათებს ხოლმე. ჩვენ უკვე არასამთავრობო ჩვენ თქვენ მონაწილეობას არ მივიღებთ და ძალიან პირიქით მე გავაკეთეთ კიდეც იყო ეს შემთხვევა. ამიტომ ახალგაზრდული პოლიტიკა არ შეიძლება ესეთ აიყვანო, ის არის არასამთავრობო ორგანიზაცია იმწვარე, რომ იმას აქვს თავისი რაღაცა მკვეთრი აქცენტები და რაღაცა მიმართულება აქვს, რა ცხოვრთა დაცვა მეტადაინტერესებს. ღირებულებათა სისტემა შეიძლება საერთოდ ამ ეს პარტია ჩემს ახლობელია, მაგრამ რაღაცა მკვეთრი ინტერესი მაქვს თქო რაღაცის მიმართ. მეორე ჯგუფს რაღაცის მიმართ, მესამე ჯგუფს რაღაცის მიმართ. ეს რომ დაიყვანო და ერთქვაფში ჩაყარო და დაუნიშნო, ეხლა ეს იქნება თქვენი ლიდერი, იქ იქნება მუდმივად კონფლიქტი. ესე ბუნებრივად, ამიტომ არის ეხლა აი თქვენ ხართ დიდი დროა, რაღაც ახალი ორგანიზაციები იქმნება, ზოგის შეიძლება სახელიც მე არ ვიცოდი და არც არის აუცილებელი რომ ვიცოდე. თქვენ უნდა შეძლოთ ერთი რაღაცა, უნდა გქონდეთ რომ თქვენი იდეების რეალიზაციისთვის უნდა გამოიყენოთ პოლიტიკოსები. სულ ამბობენ რომ აი პოლიტიკოსები ახალგაზრდებს იყენებენ. ამ კონცეფტის ესე თქვა სიმრუდე სწორედ მაშინ ჩვენ დავამტკიცეთ, როდესაც იყო პირიქით. ჩვენ როგორ არასამთავრობო ორგანიზაცია მაშინ 2001-2 წლებში ჩვენ გამოვიყენეთ პოლიტიკური პარტიები ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი რეფორმა. შენი ადგილი შენ თვითონ უნდა იყო ბრძოლი, შრომი, აქტიურობი, ნეტვორკინგი. მე ვერ მოგიჩენ შენ ადგილს. მე პრაგმატული ვარ პოლიტიკოსი. მე თუ დავინახე რომ შენ ხარ გამბედავი, თავში გიყრია რაღაცა, გაქვს უნარი რომ ნეტვორკი შეკრა, ხარ ძლიერი, ბუნებრივად გამიშთება სურვილი რომ შენთან მიმეგობრო და ჩემსკენ წამოვიყვან. და თუ გავინახე რომ გაფხორილი ამბიციური 20 წლის ახალ და 8 ადგილი არის ესეთი არასამთავრობო ორგანიზაცია გადავაცვალე. 8 ადგილი აქვს უკვე და რაღაცა ესეთ მაგიდა აი ადამიანს ერთად გასასვლელ და ოთახში მაგიდების კონფიგურაციას როგორ აკეთებ. თუ მოვიდა და არასამთავრობო ორგანიზაციაში მაგიდა რომელიც ესეთ გადა ეს უკაც რა ეს წინ ხო ეს ძულს ეგეთ მე არ მქონია.
პირველი საათი მივიდოდი ჯანმარში მაგას ვიშორე ეს თუ აქ ხო და ხაი თუ 20 წლის ახლა მაგიტეს და შენ და იქ და რაღაც მოაგვიდა და წავ დაუბრუნე შენ ამ შეიძლება ვიღაცას ეგეთი მოწოდეს მაგრამ მე ვთვლი ეგეთი ამბიციური და გაფორმებული და არაფრის მაგნის და არაფრის მომტანი ადამიანთან საერთოდ მე ყოველ შემთხვევაში არ არის ამიტომ მე თქვენ და უნდა განსხვავებო რაც